პრინციპში პირველი თემა რაც არის, დავიწყოთ მოდით ხოშტარიას დაკავებით. თქვენ იცით რომ გულში მელიქიშვილის გამზირზე მივიდა და მოხდა იქ დაზიანება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ბანერის დღეს მოხდა მისი დაკავება. ამას გამოეხმაურდნენ უკვე ევროპარლამენტარები, ისინი ამბობენ რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. თქვენ საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენთ, რა პასუხი გაქვთ? მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ, ახლა ვინ რა გააკეთა და მე ერთი მაგააკეთა, ერთი ჯგუფის ერთმა წევრმა გააკეთა და მეორემ გამოხმაურება ეს არაფერს არ ნიშნავს. დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონმა ხოშტარიამ ჯერ შორს ვარ იმას რისგან, რომ საერთოდ მიხაროდეს ვინმეს პატიმრობა, მით უმეტეს ქალის, ნამდვილად შორს ვარ ამისგან. მაგრამ ძალიან ვინდა მან ყველაზე კარგად იცის ის, რომ როცა რაღაცას გააფუჭებ, როცა რაღაცას დააშავებ, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა, აუცილებლად ექნება ადეკვატური რეაგირება. თქვენ გონიათ, რომ არ იცოდა ლეკა ხოშტარიამ რაც გააკეთა? ეს ფათაშოვის თამარჩერგოლეიშვილმაც თქვა, რომ მიზნად მიმართულად იყო ეს. ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა, ისიც ზუსტად იციან მე იმას რა მოყვება. ამათი ერთადერთი მიზანი არის რა იცით? ქართული ოცნების ხელისუფლება უნდათ რომ ისეთ ჩიხში მოაქციოს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლის პირას დადგება. ოღონდ ჩამოშლის პირას რომ არასოდეს არ დადგება, ესეც ჩვენზე უკეთესად იციან. უბრალოდ წინასაარჩევნო პერიოდში უნდათ შექმნან და დადგან ისეთი სცენა და პროპაგანდის ნაწილი გახადონ ვიზუალური მასალითაც და ვერბალური ნაწილითაც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე ვერდგანან და იმის მოწოდება ცხაბეიშვილი ზუსტად მაგაზე იყო ორიენტირებული, სხვა კი არაფერი. ერთიანი სცენარის, დიდი ერთიანი სცენარის, რაღაცა პატარ-პატარა ელემენტებია, შემსრულებლები, ეგრეთ წოდებული მსახიობები სხვადასხვა როლი აქვს მორგებული და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა როლს თამაშობენ. საერთო სურათში, დიდ სურათში განცდა უნდა დატოვონ მოსახლეობაში იმის, რომ აიცით რა არის მიუხედავად იმისა, რომ ასეა და ისეა, ჩვენ მაინც ჩვენსას გავაკეთებთ და ასე შემდეგ. დიდი სცენარის პატარ-პატარა მსახიობებია. მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო სამართალდამცავი ნაწილი, არამედ სრულიად აღმასრულებელი ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებას დგას მოწოდების სიმაღლეზე, ისე როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ისტორიას ეკადრება, ასეთ დონეზე დგას და გამორიცხული ვარიანტია ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ჩადენილი, ის აბსოლუტურად სულ ყველა იქნება.